სტანისლავ ბურაკოვის ხსოვნისადმი მიწვნილი ტურნირი ფეხბურთში დასრულდა. საფეხბურთო აკადემია ქართლი 2011-ის ინიციატივით გამართული ტურნირი ორასაკობრივ ჯგუფში ვაჟთა შორის ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა გორის და გორის რაიონის 57 საჯარო და კერძო სკოლამ მიიღო. დღეს არის ფინალი, ეს არის ორგანიზაცია გააკეთე ახალი ქართლი. ეს არის როგორ მეფიქრო მე ქართველი არა ვარ, კიდე ქართველი ვარ, ნახევარი ქართველი ვარ. მაგარიები არიან. მე მინდა დღეს არის კილოსო ყველა ქართლი ადამიანი. ჩვენ ამ ტურნირით გვინდოდა მიგვეღწია იმისთვის რომ აგვეჩია საუკეთესო ბავშვები გამოგვევლინა, ხელი შეგვეწყო ტალანტების გამოვლენებისთვის. იცით რომ რა სიტუაციები ხდებოდა აქამდე უამრავი გაჭირვება იყო, უამრავი პრობლემები იყო, მაგრამ დღეს უკვე გორში და შიდაქაჩი გადაიგე ეს ნაბიჯი და დღეს უკვე გამოირჩა ის საუკეთესო ბავშვები, რომლებიც მომავალში შეიძლება თამაშობდნენ უკვე მსოფლიოს გამორჩეულ კლუბებში. ჩვენ კარგად იციან უკვე ჩვენმა გულშემატკივრებმა, რომ გვაქვს უკვე წარმომადგენლობა ბარსელონაში და საიდანაც გვიკავშირდებიან და უკვე ესე ვთქვათ ევროპაში ფეხბურთის ფანჯარა გორიდან გახსნილი არის და ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს გორის მეორე და მეჯვრისხევის საჯარო სკოლა დაუპირისპირდა. პირველობის მოსაპოვებლად ორივე გუნდი თავდაუზოგავად იბრძოდა. ჩვენ ვართ მეორე სკოლა, ძალიან წარმატებული გუნდი გავხდი, ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი ხანი რო გაგრძელდეს ესეთი მსგავსი ჩემპიონატები კარგი იქნება ჩვენს. დამთავრდა სტანისლავ ბურაკოვის სახელობის ტრადიციული ტურნირი. გამოვიდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც გადაეცათ თასები, დიპლომები და ფულადი ჯილდოები. ისე რომ ულოცავ თითოეულ მათგანს, თითოეულ საჯარო სკოლის დირექტორს, ფიზიკას პედაგოგს და თითოეულ ფეხბურთელს ამ დიდ გამარჯვებებს. ისე რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა და ამიტომა ხელი არ შეგვიწყო ბოლოს, მაგრამ მაინც ყველაფერი ლამაზად და კარგად დამთავრდა. ისე რომ დიდი მადლობა თქვენ ყველას. საფეხბურთო ტურნირი გორის მეორე საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორებმა 1000 ლარი და სპეციალური თასით დააჯილდოვეს. ტურნირის ყველა მონაწილეს წახალისების მიზნით სამახსოვრო დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.